ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს. ისინი გურჯაანში ცხოველთა მონიტორინგის რეგიონულ სააგენტოში გადაიყვანეს, სადაც მათ ვეტერინარების დასკვნის შესაბამისი манипуляციები ჩაუტარდებათ. მათ შორის არსებული პროგრამა ითვალისწინებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და კასტრაციას სტერილიზაციას. სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი კვლევების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები იმავე ლოკაციაზე დააბრუნებენ. მოვიდნენ სოფსი აცრან და გასასტერილებლად წაიყვანან ადგილზე. მე მივესალმები ამ პროგრამას ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე თვითონ მიმყავდა ექიმთან შორს მანძილზე ფეხით, ასაცრელად ხან ვახერხებდი, ხან ვერ ვახერხებდი და თუ სტაბილურად აცრები იქნება ჩატარებული, ძალიან მადლობელი ვიქნები. ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში დღეს მიმდინარეობს ქალაქ ყვარელის ცენტრთან ახლოს მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგო, იმ ცხოველებს, რომელსაც ესაჭიროება კასტრაცია, სტერილიზაცია, იმ ცხოველების გადაყვანა მოხდება გურჯაანის მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდგომაც ისევ დაუბრუნდება იმ ლოკაციებს და იმ მიმკედლებლებს, ვინც კონკრეტულად პატრონობს ამ ცხოველებს.